საქართველოს ყოველთვის ყავდა გმირი ჯარისკაცები, ყავს და მომავალშიც ეყოლება, ეს არასდროს არ უნდა დაისვას კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენი ქვეყანა აქამდე რომ მოვედით, სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების მეომრების დამსახურებაა. ამიტომ ამასთან დაკავშირებით არავის არც კი უნდა დაებადოს კითხვა და ყველამ ვიცით რომ ჩვენ ყავს და გვეყოლება ყოველთვის გმირები. კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა და დიდება მათ ხსოვნას და ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის ქეთს მოვიხდით მათ წინაშე. 8 აგვისტო არის სტრაიკული თარიღი. ეს იყო უმძიმესი ავანტურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. და ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ იმას, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების კარნახით და არა გარეგზალების კარნახით. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისათვის, რომ არ გამეორდეს ასეთი დანაშაულები და იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს მშვიდობა, იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები. 17 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. აქ განისვენებენ ის ჯარისკაცები, ის ვაჟკაცები, ის საქართველოს შვილები, რომლებიც მათ დაიცვეს საკუთარი სამშობლო და საკუთარი სამშობლოსთვის გაიღეს ყველაზე უფრო მეტი საკუთარი სიცოცხლე. ჩვენ როგორც თავდაცვის ძალები, თავდაცვის სამინისტრო, მეც პირადად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი ხსოვნა და რა თქმა უნდა ხელი შეუწყოთ ყველანაირად მათ ოჯახებს. 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1700-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. 125 სოფელზე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი. ეს დღე ჩვენ ბევრ რამეზე გვაფიქრებს უპირველეს ყოვლისა ჩვენი გმირების ჩვენი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ გმირობაზე, გვაფიქრებს ჩვენს მოსახლეობაზე, რომელიც იძულებული იყო გამოსული იყო საომარი ტერიტორიიდან და გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად მყიფეა მშვიდობა. დღესაც ისევე მყიფეა მშვიდობა და ისევე მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, თუ კი ჩვენი საზოგადოება ბრძნულად არ იმოქმედებს. ამიტომ ეს დღე არის ერთის მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორეს მხრივ ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე.